3-3-4-4 და 5-5000 ლარი რომ გადავუხადე, მე ამით გადავარჩინე ქართული ელიტაო, ამას ამბობს ბიზინა ივანიშვილი დღემდე, ამას გვაყვედრიც, აყვედრის მათაც რეალურად მან მოისყიდა ელიტა რა საკვირველია. ინტელიგენცია, უმრავლეს შემთხვევაში სწორედაც რომ ინტელიგენტები და არა ინტელიგენტები. მე შევინახე ქართული ჯარიო, გადავიხადე თანხებიო, ქართული პოლიცია აღუჭურვეო. მე ეკლესია მონასტრებიც ავაშენეო და რუსთაველის თეატრი თუ ოპერის თეატრი თუ ორივე ერთად თუ ცალ-ცალკე თუ რა მნიშვნელობა აქვს, ესენიც კი გავარემონტეო. ქართული ვაზის ჯიშებიც კი გადავარჩინეო. ბიზინა ივანიშვილს ეს ყველაფერი მართლაც გაკეთებული აქვს. სხვა საქმეა, რატომ, რა დროს, როგორ, რა ფორმით, რა მიზნით და რა შედეგი მიიღო, მისთვის სასარგებლო შედეგი მიიღო ამ ყველაფრისაგან. ბიზინა ივანიშვილი არ არის კონტროვერსიული პერსონა, უკვე აღარ არის, აი 10 წლის წინ შესაძლოა იყო, 12 წლის წინ შესაძლოა იყო, 7 წლის წინაც შესაძლოა იყო, მაგრამ ახლა თქვა იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილი ორმაგად უნდა შეაფასო, ორსახაიანუსია, ცოტა ძნელია, ცოტა კი არა გვარიანად ძნელია და პრაქტიკულად წარმოუდგენელიც არის. რა გააკეთა მან ცუდი? მე ვიფიქრე და 10 ის ამბავი ქრონოლოგიურად გამოვყავი, რომლებიც ჩემი მოსაზრებით მისთვის პირველ ყოვლისა იყო კატასტროფული უკვე და კატასტროფის მომასწავებელია მისთვის, კვლავ ვიმეორებ, ანუ დაანგრევს მას ბიზინა ივანიშვილს ეს 10 ამბავი. დავიწყოთ თავიდან. ბიზინა ივანიშვილის 10 არასწორი ნაბიჯი, ასე ჰქვია კიდეც ამ ვიდეო ბლოგს. პირველი არასწორი ნაბიჯია 2014-2016 წლებში კოალიცია ქართული ოცნების პარტიად გადმოკეთება. ანუ იცით რომ მანამდე იყვნენ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები და სხვაებიც, მაგრამ ამ ორ პარტიაზე გავამახვილე ყურადღებას. მედასავლეთეები მის კოალიციაში, აკი ასე მოიგო მან 1 ოქტომბრის არჩევნები 2012 წელს, მარტო პრორუსები, ან მარტო თავად რო ყოფილიყო გარწმუნებთ, ვერ მოიგებდა, ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ 2014-16 წლებში, 2014-15-ში განსაკუთრებით 16-ში მან ეს კოალიცია დაშალა და მეორე არასწორი ნაბიჯი, სწორედ ამას უკავშირდება, მან მოიყვანა 2016 წელს კახაკალაძის რეკომენდაციით ირაკლი კობახიძე, თმა გაფუძული ბიჭი, იმხანად ბიჭი, ახლა ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მეთქი არა, ადემაგოგებული პოლიტიკოსი, იდენტობით პოლიტიკოსი, აღიარებ და ვადასტურებ, მაგრამ ცოტაზე მეტად და ბიზინა ივანიშვილს ასეთი უნდოდა რომ მოიყვანა გვარიანად, გავბედავ და ვიტყვი, შეშლილი რა გაბედვა ამას უნდა. დიახ, 2016 წელს ირაკლი კობახიძის და სხვა მისი ამოკანასკნელის თანაგუნდელების მოყვანით ბიზინა ივანიშვილმა დაუშვა რიგით მეორე სტრატეგიული შეცდომა, მაგრამ ეს შეცდომაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რა შეცდომებიც დაუშვა, დანარჩენი 8 მეთქი ასე ვიტყვი, უკვე შემდგომ წლებში 2019 წელს უკავშირდება მესამე და ერთ-ერთი სერიოზული მის მიერ დაშვებული შეცდომა, ეს არის 20 ივნისის ღამე გავრილოვის ჩამოყვანა სწორედ კობახიძის. აი იმ კობახიძის მიერ, რომელიც მანამდე 3 წლით ადრე სწორედ ბიზინა ივანიშვილმა კალაძის რეკომენდაციით, მაგრამ მაინც შეარჩია და პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონად და მე უკვე პარლამენტის თავმჯდომარედაც კი დანიშნა, შეარჩია, წარადგინა, დაამტკიცებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძის და სხვების რა საკვირველია, ასევე გიორგი გახარიას კისერზეა ის ამბავი, რაც მოხდა 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც ადამიანები დაარბიეს კი არა ესროლეს, აი პირდაპირი მნიშვნელობით ესროლეს ბიზინა ივანიშვილი ამის შემდეგაც, მანამდეც რა საკვირველია, მაგრამ აიჭრა და ჩაიჭრა, აიჭრა, დაიჭრა და ჩაიჭრა, რომ ვიცოდეთ, მაინც ქართულ სახელმწიფოსთან პირველ ყოვლისა, მაგრამ პირველი 3 ამბავი, ანუ ჩაჭრა, პროდასავლელების გაშვება 2014-2016 წლებში, კობახიძის მოყვანა, მეორე ჩაჭრა და მესამე ჩაჭრა 2019 წლის 20 ივნისის ღამე, გავრილოვის ღამეთ წოდებული, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდა უკვე შემდგომ წლებში 2022 წელს 25 თებერვალს, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ტაბახმელაში აბრძანებულს არ ვიტყვით ქვეყნის ნებართვით ათრეული აწპატიმარი ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს კიდევ უფრო დიდ საშინელებას, ვიდრე პირველი საშინელება ან პირველი 3 საშინელებაა ერთად.
საშინელება რამდენად არის არ ვიცი პარტიის პროდასაური პარტიების მოცილება არ კობახიძის მოყვანა, მაგრამ ერთ წამს ეს შევაფასოთ თქვენის ნებართვით, მოკლედ საშინელებას სჭადის, როდესაც ღია დაფიქსირებს ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის ნაჩალნიკი ბიზიდა ივანიშვილი, რომ საქართველოს გადავიდა საქართველოს რუსულ გემში, აი მოსკოვში, რომელიც 2022 წლის თებერვლის 25-დან ახლობით 2 თვეში ჩაიძირება. ისი თქვენ მოკლედ რუსულ გემში გადაბარგდა ბიზიდა ივანიშვილი, ეს იყო სრული სახელმწიფოებრივი კატასტროფა, მაგრამ ამას მოჰყვა კიდევ არაერთი შეცდომა. პირველ ყოვლისა ბიზიდა ივანიშვილი უკვე შემდგომ პერიოდში დაასანქცირეს, მაგრამ ვიდრე ამას ვიტყოდე, მანამდე გეტყვით, რომ ერთ-ერთი შეცდომა არის ქრონოლოგიურად მე მგონი არ ვწდები და შესაძლოა ვწდები. ხო, კობახიძის გაშვება ირანში ორჯერ და იქ მოსმენა სიტყვებისას სიკვდილია, კობახიძე ისმენდა ამ სიტყვებს და ვინც ისმენდა ჩურჩულებდა კიდეც. სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს გარწმუნებთ ვაშინგტონიდან და ეს იყო იმაზე დიდი შეცდომა, ვიდრე 20 ივნისის ღამე, ან ალასანიას თუ ხიდაშელის გაშვება, ან კობახიძის მოყვანა, ან რა ვიცი კიდევ რა არ ჩაიდინა. ეს იმაზე დიდი შეცდომა იყო, დანაშაულიც კი იყო, ვიდრე ჩაიდინა, იმას დიდი დანაშაულიც კი იყო, რაც ჩაიდინა ირაკლი ღარიბაშვილმა ხსენებულ 25 თებერვალს, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. სურო არ წარმოეთქვა კობახიძეს ეს სიტყვები, არ ეჩურჩულა, არ გაეფიქრებინა ტვინში, იმ ხანადაც და ამ ხანადაც. პატარაში ასე ვიტყვი, არა ჭვრეტელურ ტვინში, ხო, ამერიკელებმა ეს ყველაფერი დაინახეს, აღმოაჩინეს, დაინახეს, შეაფასეს და გადაწყვეტილებად შესაბამისი გარწმუნებთ, რომ მიიღეს. ბიზიდა ივანიშვილი ამის შემდგომ და მანამდეც კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა და არა მხოლოდ დაასანქცირეს და კიდევ ერთი შეცდომა, სერიოზული შეცდომა არის ის, რომ ის გადაიციკლა ამ ეს ეტყობოდა გადაიციკლა ამ დასანქცირებაზე და უკლებლივ ყველაფერს სტენიდა და სტენის გლობალური ომის პარტია, Deep State, ამას სანქციებს, ფაქტობრივი სანქციები, არაფაქტობრივი სანქციები და ფულზე გადაიციკლა მესმის რომ უყვარს, მაგრამ ასეთი თვითილუსტრაცია ყველა ფულის სხვა მოყვარულს არ გამოუჩენია, ან ცოტას თუ გამოუჩენია სოფლიოს მდიდართა შორის ყველა დროში. ეს ერთ-ერთი რიგით მეხუთე თუ არ ვწდები შეცდომა. მეექვსე. ეს არის რუბიო ამასობაში აგზავნის წერილს, რომელშიც ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ საკითხს ეშუა და რეფანზე, ანაკლიის სპორტზე, საქართველოს ადეკვატურობაზე და ასე შემდეგ, მაღალი ალბათობით სწორედ ამაზე ლაპარაკობს. ეს წერილი ხელში უჭირავს ელჩს შეერთებული შტატებისა, ცხადია კონვერტში ჩადებული, ცხადია დალუქული, ცხადია სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური კონვერტია, რომელიც უნდა გადაეცეს ბიზინა ივანიშვილს, გადაეცეს, ბიზინამ უნდა გახსნას, ანუ მისი ამ კონვერტის გახსნის უფლებამოსილება არა აქვს ელჩსაც კი. აქ იგითხარით, რომ ბევრი საინტერესო ასპექტია, ბევრი საინტერესო ასპექტზეა საუბარი ამ წერილში, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი თავხედი და ეს კიდევ ერთი შეცდომა ამისი, დანაშაული საკუთარი თავის წინაშეც, ეგრა მაგის პასუხი არა მარტო ქვეყნის წინაშე, არამედ საკუთარი თავის წინაშეც, ოჯახის წინაშე ამ წერილს არის, ამ კონვერტს არიღებს, არც იღებს, ანუ ხელშიც არ იჭერს. ემან ცდუნება რომ არ იყოს დიდი, რომ შემოეხსნას ეს წერილი, ეს კონვერტი, ეს წერილი შემოეკითხოს შემთხვევით. ეს არის კიდევ ერთი დიდი შეცდომაც არა, დანაშაული უფრო. რიგით მე-7 არ მინდა შემეშალოს. უკვე შემდგომ აჭრილი და ჩაჭრილი, დაჭრილი, აჭრილი და ჩაჭრილი მთელ ქართულ სახელმწიფოსთან ყველას გულისხმობ. ისტორიულ პერსონაჟებს, პერსონებსაც გულისხმობ, ვახტანგ გორგასალსაც, ასე მაგრამ ბაგრატ მესამესაც მაგალითად და შთამომავლებსაც გულისხმობ, რასაკვირველია, მათთან ჩაიჭრა ყველასთან ერთად, ილიასთან, შოთა რუსთაველთან, ბაგრატთან, გრიგოლ ხანძთელთან, ხო? ამ მნიშვნელობა აქვს დავასახელებ. და მომავალთან, აი მომავალ ილიებთან, მომავალ გალაქტიონებთან, მომავალ ბარათაშვილებთან, მომავალ ფიროსმანებთან ჩაიჭრა. მოკლედ ყველასთან ჩაიჭრა. ბიზიდა ივანიშვილი ჩაიჭრა, დაიჭრა და დაჭრილია, დაჭრილი დაუძლურებულია. კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. ეს არის 28 ნოემბერი
28 ნოემბერი 2024 წლისა და 28 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალება. იმიტომ რომ ის რაც მოხდა სახელმწიფო გადატრიალებაა, სწორედაც რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეცვალა ქვეყნის კურსი, ანუ თავად ისედაც უკანონო იყო უკვე იმ ხანად, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. ეს კობახიძეს არ გაუკეთებია. კობახიძე ლაპარაკობდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის აჩრდილი იდგა ზურგს უკან არ ჩანდა უბრალოდ. ბიძინა ივანიშვილი გველაპარაკებოდა კობახიძის პირით. ამ დღეს გავაერთიანებ თქვენი ნებართვით, ამ დღეს შემდგომ დღეს 29-ში 30-ში 1 და 3 დეკემბერს მაღალი ალბათობით მოხდა კიდევ ერთი დანაშაული. გავაერთიანე აკითხავთ, ეს არის ქიმიური იარაღის მაღალი ალბათობით გამოყენება შვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მეცხრე რიგით ეს არის დრაკონული კანონები 1 2 7 10 15 მოდი ის შესწორება გავაკეთოთ ამ შესწორების გამო მოდი ის დავიჭიროთ ის შესწორება გავაკეთოთ იმიტომ რომ სწორედ ის დავიჭიროთ დრაკონული და რუსული კანონები. Რამდენიც არ უნდა გვიმტკიცოს ვინმე მათგან, რომელიმე მათგანმა რომ იცით რა ჩვენ თარგმნეთ ინგლისურიდან კონტექსტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ტექსტისთვის. 38 წელს მიღებული ფარა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ადეკვატური არის თუ არა ესეც კი არ ვიცით და 2025-26 წელიწადია 26 წელია და რომელ პრაქტიკულად 100 წლის წინანდელი ტექსტის თარგმანზე ველაპარაკებიან კონტექსტის გარეშე ტექსტი არაფერია თარგმნეთ რომ ამბობენ სულ რო ეთარგმნათ ეს მაინც ჩვენს სინამდვილეში ჩვენი სპეციფიკისათვის სხვა რეგიონში სხვა გამოწვევების ქვეყნისათვის და სხვა გვარად აღსრულების გათვალისწინებით ეს მაინც არის დამღუპველი კანონი ეს არის კიდევ ერთი დანაშაული ჩადენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს არის პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების გაჩენა ქართულ ჩვენი ქვეყნის საპატიმროებში პოლიტიკოსი პატიმრები ყველაფერზე დაჭერილები ნებისმიერ რამეზე დაჭერილები და სინდისის პატიმრები და სავარია უკან არ დახევა მას შეეძლო ერთხელ ორჯერ 7ჯერ 15ჯერ 35ჯერ დახევა უკან ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა სამართლებრივი ჭყალებში მექანიზმების ან უბჭყალებოთ მექანიზმების გამოყენება ყველა შვილმა შეიწყალა ბზია ამაღლობელი ეთქვა ეს ყველა მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილს გონია რომ ნახევარი ნაბიჯით კი არა ნაბიჯის მეათედი 10 სანტიმეტრით პატარა ნაბიჯები ექნება მას მეტრიანი არც ექნება თქვა 60 სანტიმეტრიანი 6 სანტიმეტრით თუ დაიხევს უკან შესაბამისად მას შეუსრულებენ და 160 სანტიმეტრით გადადგამენ ნაბიჯს მისი მიმართულებით მის შესავიწროებლად ამიტომ ამას არც უშვებს ვერ გაუგიარა ბევრი რამ ამ ქვეყანაზე მისთვისვე კატასტროფულ გადაწყვეტილებს იღებს და იღებს აი ეს არის ის 10 შეცდომა და რიგ შემთხვევებში დანაშაულიც კი მაგალითად დანაშაულია ცხადია ქიმიური იარაღის გამოყენება თუ გამოყენებული იყო მაგალითად დანაშაულია 2022 წელს რუსეთისაგან პირით და არა ზურგით დადგომა მაგალითად დანაშაულია კობახიზის გაშვება ირანში და სიკვდილი ამერიკას სიკვდილი ისრაელს ამის მოსმენა მინიმუმ და რეალურად ალბათ გულში ან ჩუმად ჩურჩულიც კი და ასე შემდეგ დრაკონული კანონების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის შესაბამისად ამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ცალკე უნდა მის მომხრეებმა რომ დაალაგდება ურთიერთობები და ასე შემდეგ ეს 10 ამბავი შტატებში იციან ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ვერ დაალაგდება ბიძინა ივანიშვილის მიერ იმიტომ რომ 10-ვე უნდა გამოასწოროს და ასიზავს ახლა კოალიციაში შემოიყვანს თავისუფალ დემოკრატებს ან ვის დაჯანდაბად უნდა დღევანდელი სახით ქართულ პოლიტიკაში თავისუფალი მაშინდელი დემოკრატები ან თავისუფალი დემოკრატები სადღა არიან აღარ არის ისეც არ aqავს 80% კობახიძეს გააგდებს უნდა გააგდოს წესით მაგრამ აღარ გამოუვა კობახიძემ უკვე ჩაიდინა ბევრი დანაშაული ის უკვე თანამონაწილეა ამ დანაშაულებისა 20 ივნისის ღამეს დააბზრიალებს და დაატრიალებს დათვის ტყვიები უკვენასროლია 22 წელს რუსეთისკენ რო გადავიდა ღარიბაშვილს შესტენის 25 თებერვლის განცხადებას ხელს დაიბანს პილატესავით ვერ იზამს ამას რუბიოს წერილი მომიტანეთ ახლა წავიკითხავ ამას სიტყვის გასაკვირველია ეს არის ზამს და არის თქვის ამას საკუთარ ჩემს დასანქცირებაზე ასე არა ვარ გადაციკლიო
ამას გვაჩვენებს, ამას გამოასხივებს, რასაკვირველია ვეღარ მოახერხებს უკვე, იმიტომ რომ უკვე მომხდარი შემდგარი ამბავია. კობახიძე რო წავიდა ირანში ორჯერ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს რომ მოისმინა ორივეჯერ, რას ნიშნავს ამ ვიდეო კადრებს ამოიღებს და მოისვრის ისტორიის სანაგვეზე, ქიმიური იარაღის ქიმიური იარაღი რო გამოიყენა და ასაბუთებს რომ არ გამოუყენებია, ეჭვი იმის თაობაზე არ იარსებებს სულ სანამ ობიექტური გამოძიება არ დაიდება მდინარაძის კი არა მართლა ობიექტური დრაკონული კანონების გაუქმება მართლა შეუძლია აღიაროთ და პოლიტიკური და პოლიტდასინდის პატიმრების განთავისუფლებაც შეუძლია ეს ორი უკანასკნელი შეცდომა მართლა დანაშაული არა მაგრამ ისეთი შეცდომა რომელიც დანაშაულს უტოლდება ასე რომ ბიზინას ამ 10 შეცდომა დანაშაულის თაობაზე ვაშინგტონმაც იცის და მის მიერ მოძულებულმა ევროპამაც და აქედან გამომდინარე ბიზინა დაგამწუხრებთ. უკვე დასრულებულია წითელ ხაზს გადაკვეთილი ადამიანები, მოქალაქეები, მსოფლიო პოლიტიკა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი უკვე დასრულებულები არიან. უბრალოდ ეხლა დროის საკითხია და მეტი არაფერი. ნახვამდის.